დღეს ვარ ყველაზე ლამაზ და ყველაზე მრავალფეროვან რესტორანში ბათუმში, მაგრამ რა რესტორანია, ამას ბოლოს გეტყვით. მანამდე კი მოდით დავაგემოვნოთ, რა თქმა უნდა, ხინკალი. იმედია შეხსენება არ დამჭირდება, რომ არანაირი დანაჩანგალს არ ვიყენებთ ვჭამთ ხელით. ამაში ხედავ რა გემრიელია. რამდენი წვენია, იცით? თან რამხელა ხორცის ნაჭერია. ეს წვენი ისე მიყვარს, რომელიმე რესტორანს უნდა ვთხოვო, რომ ცალკე კერძად მომიმზადოს. რამდენად თხელი არის ცომი და თვითონ ხორცი რამხელა არის შიგნით. ეს ჩემი აზრით, რაც უფრო გემრიელს ხდის ხორცს, ეს არის ოდნავ სიცხარე და ბევრი წვენი. ალბათ დამეთანხმებით, ჩემი აზრით, რაც უფრო ლამაზ გარემოში თქვენ მიირთმევთ კერძებს, უფრო გემრიელი ხდება თვითონ კერძები და ეს ადგილი არის საოცრება. ეს არის ყველაზე ლამაზი რესტორანი ბათუმში, თან ვერ წარმოიდგენთ რამდენად მრავალფეროვანია და რა თქმა უნდა ეს არის რესტორანი რუსთაველი. აბა დამიწერეთ კომენტარებში რამდენი ხართ ნამყოფი აქ.